კუნჯის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა და ვნახოთ აი ახლა ეს დუო როგორ გაუძღვება თამარს. მე გავიქეცი ჩემს აგერ ბიჭები რაღაცებს ხაზავენ. როგორც ხედავთ, ნუგომ კაპიტნის მოვალეობა კარგად შეითავსა და როგორც ყოფის ისევ ჩვენი გუნდის ლიდერია და აგერ ხედავთ ფასკუნჯის ბანერსაც, რომელსაც ახლა მე მივზუმავ და წავალ ჩემი კომენტატორის ჯიხურისკენ. დასწრება არის ფენომენალური, როგორც ხედავთ. ნახეთ ეს წითელი სკამები არ გეგონოთ, სულ ჩვენი წითელი ფასკუნჯის ფორმებია, უბრალოდ კამერა რატომღაც ცუდად იღებს შეიძლება და გარჩევადობა ცუდია. აი ახლა მე მივემართები, აგერ ბიჭები დავღალეთ, იმათ გადავატანინეთ კარები. მშვენიერია. დანარჩენი ფანები აგვიანებენ, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს კამერა გავწმენდოთ ყოველი შემთხვევისთვის. საღოთ უკაცრავად. აქ ბიჭები გამოდიან უკვე მოედანზე, შასე ძვირფასო მეგობრებო იწყება მატჩი ფასკუნჯსა და თბილისი 2019 შორის, რომელიც იქნება ერთი შეხედვით ცხრილში არაფერს არ შეცვლის, ვინაიდან ფასკუნჯს თითქმის განაღდებული აქვს ზედა 6-ში ასვლა, ხოლო შეცვლის თუ არა თბილისი 2019-ისთვის ეს ქულები რაიმეს ჯერ არ ვიცი ზეპირად ცხრილში უნდა ჩავხედო, მაგრამ მე მგონი უნდა მოიგოს თბილისი 2019-მა და უნდა წააგოს ყველამ დანარჩენმა რომ ზედა 6-ში ავიდნენ. ჩემთან ერთად კომენტირებას გაუძღვება უმშვენიერესი ნინი, შემოგხედეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, მია ტრავმირებულია და ვერ გაუძღვება კომენტირებას, თუმცა წინა თამაში გაუძღვა. ნინი, რას ფიქრობ, როგორია შენი პროგნოზი? რამდენ ფეხბურთელს იცნობ საერთოდ ფასკუნჯის ამ შემადგენლობიდან და ზოგადად ფეხბურთი თუ გიყვართ? კარგი, მაშინ საფეხბურთო ასპექტებს მე შევაფასებ და ნინი ბიჭებს შეაფასებს. და უბრალოდ ემოციებს. კი ბატონო. კოლიკო, კონცენტრაციის პროცენტი მითხარი. 100. შვენიერი. 100 ისა, ხო იცი 2-0-ით რო იწერება. აქ ბიჭები როგორც ნაშვებიან მე სიმაღლეზე ავალ. ნინი არ იქნება გვერდში დამიდგე? ოჩახ. თუ დაიღლები. ხარ. ასევე ძალიან ბევრი გაფორმება და მხარდაჭერა გვაქვს რაზეც იზრუნა ხატია. დიდი მადლობა მას ამისთვის. და მსაჯები უკვე მზადებიან. შენ თონი ლაპარაკე გოგო. რა? რთულია ვილაპარაკოთ, ფეხბურთი არ მიყვარს. ხოდა ემოციები მინდა ემოციებით ილაპარაკე. ნახოთ მინდა იწყებს თამაშს. ფიქრობ რომ ყოველივე ეს გაამართლებს და ხარს გვიჭერ ბრმად? უბრალოდ შენ შენი და რაღაცები თქვენ საჯი თუ რაღაცას იტყვის ეს საჯი და ეგეთები თქვი. აი ეს შავიანი არის საჯი. შავები უხდება არა? ნაიცა ნელაქენი უფრო. მიდი ეგრე. Oh shit. მაგარია. მიდი გააქანე გამოვქანე. მაგარია. ფასკუნჯი! აია, ეგრე ვაგრძნობთ რომ აქ რიგითი გამულელი არავინ არ არის. აი ვიღაცას იცნობს რაღაც ბადრიო და რაღაც ანუ საჯი უკვე ვიღაც მოწინავე გუნდის ბადრის იცნობს აშკარად. შეგვიძლია კონსპირაციული თეორიებიც. დაიწყო განაახლეს ფეხბურთელებმა თბილისი 2019-ის ფეხბურთელებმა ბურთი და ბურთი არ დაგვიბრუნეს. თუ დაგვიბრუნეს? დაგვიბრუნეს და ტაში მია ახლა body shaming-ს მიმართავს. უკაცრავად. პოლოსკოვი ძირითადია. What do you think? პოლოსკოვი შეყვარებული თამაშს არ უყურებს. ამიტომ პოლოსკოვს იმედი მაქვს რომ და უკვე გარღვევაზე გავიდა. კოლიკო. წინ დადექი ხო, იმიტომ რომ ეს ხო, იმიტომ რომ სიმაღლე რომ მქონდეს ცოტა. მისაც გვერდიდან მეროთ. ცუდი ამოტანა და ჩვენი უნდა იყოს, დაუძახე მიკით. Bravo. Combination მიკით. მიკიტა ჩარჩა რაღაც გუნდელები არ დაიხმარა და მომწონს აი ნუგო მოტივირებულია. რუჯი ძალიან უხდება. ბიჭებს აშკარად
დიდი ხანია არ უთამაშიათ ფეხბურთი და მეხუთე კლასის ფიზკულტურის გაკვეთილზე რომ მთელი კლასი უთამაშავდით. ანუ სუკერბერგი ბანს დაგვადებს. მინდა გითხრათ. ამის გამო მოგთხოვენ, მინდა გითხრათ, ამიტომ გთხოვთ კორექტულად მოიქცეთ. ეხა გოლი რო გაგვიტანოს, გცემთ ორივეს. ანუ იმენა ჟანრის კანონია. ანუ უკვე აშკარად მოწინააღმდეგეს გუნდმა ჩვენი გულშემატკივრების გულებიც მოიგო და ეს მე არ მომწონს. მიახლოვებულზე მანახებდი? მიახლოვეთ. დიმა გოგიაშვილი, რომელიც ცენტრალურ მცველად დგას არის ბურთით. მიკიტა ჩათვალა. მიკიტა seek for help for teammates. ბრავო! შვენიერი გადატანა და ზურა ამას შეასრულებს აქსმას. ამის საშემსრულებლო კლასი მივაახლოვოთ, მოდი ვნახოთ რა ჩარჩობს. თუმცა უკან კარგად მოდის, მოტივირებული ნუგო დახვდა ცენტრში და ეგრევე გააჩერა სასტავი. კარგია ნუგო, კარგი ხარ. ნუგზარია? კი, ნუგზარ მეჩითიშვილი. კი ბატონო. აგე როგორც გითხარით, აშკარად მოწინააღმდეგე გუნდმა უკვე მოიგო გოგონების გუნდი. გული. არ მომწონს მე. ჩვენს დროშას ცდილობენ რომ რაღაცა დამართონ. მაინც გადავიღოთ რომ რაღაც დავთო. ხატია დროშები დათვლით გვაქვს, ხო ვიცით რამდენი? აი ჩანთაში დევს. კარგად გადავიღოთ ერთი წამი. მე კარაზე ხელს მომიშლით. მე კარზე დააბრუნეს სპორტი. გოგო, რა სიტყვით პირველ 6 წუთზე თამაშის? მეგობები ცუცგებიან საკითხს. კი, ცოტა ბიჭებს შეთამაშება აკლიათ, რა თქმა უნდა. მოიცა ცენტრალური თავდამსხმელი ვინაა ჩვენი? რა აკლიათ ცოტა? უიმე, თავდამსხმა არ ყავს ზურას გარდა. ბიჭებო, შეთამაშდით. პატარა ვინ არის თქვენი? შეთამაშდით. გვერდები ერთი 2 კილო დაიკე. ჩარლი, ესპანელია სხვათა შორის. ესპანელი კაია. აი თემო გარბის, თემო დავაფიქსიროთ. თემო როგორი იქნება აქ? ჩააყენა კორპუსი კი არა, სათამბჯენი ჩააყენა საერთოდ. კომპლექსი ჩადგა. ჩვენი აუტია, ვნახოთ იმედია ჩვენ აუტს სწორად გავითამაშებთ. ჯერჯერობით ჩარლი არ ჩანს, მაკალია ჩარლი, ამოსხო თემო მეორე ბურთი. უკან დაბრუნდა. გაბლიშვილი და ზურა ყავს ხო ეხა გამახსენ თორე მეგონა რომ საერთოდ თავდასხმა არ ყავდა რა. კაია დიმა კარნახობს და მომწონს ჩვენიერია. დიმა მეტი კარნახი. ჯერჯერობით ცენტრში არის ბურთი, ანუ მომენტი არ შექმნილა. ბოლივარი ავიდა აქ შეტევაზე და მარტივად დავიბრუნეთ ბურთი მშვენიერია. აი ხა მთავარია მონტანეში შეცდომა არ დაუშვათ და კარგია ნუგო ჩავიდა გაიხსნა იქ. ნუგო შეავსე შენი ზონა არ ჩარჩე. კოლიკო ძალიან სწრაფია ისტრიბი წელია. რატო გაჩერდი? შენი. მან ყოფილიყავ შევასკდებოდი მეკარეს აი და არ დავატორმული. აი მას შეასკდი აი. თუმცა კოლიკო იქ უკვე რაღაც გამოიკვეთა რომ კოლიკო აი სისტრაფეში ჩაგრავს კი არა ეს ვინ იყო ჩარლი რა კარგი იყო ნუ იქ წავიდა ბალაგანა წავიდა ცოტა კამერა და მე ოპერატორობა დამავწ აქ ნუ გოს თავბრუ დამხვევი მოძრაობები და ბალანსი ბიჭო რაღაცა იხო ვეღარ ვიღებ კარგად იმიტომ რომ თან თამაშს უყურებ გონჯობია ტელეფონში უყუროსო კაი всё მე მარტო ტელეფონში უყურებ ყოჩახ დიმამ დაუყვირა ტონსა უწია და თემამ უსმინა გაუშვიო და არ გაუშვა ნუ გო კაია ჩვენია ბურთი აქ არის ხოთ მიაწოდეთ ბურთი აი პირველი პოლოსკოვი მივიდა იქ და დაჯაბნა და ზურა არის აქ არა ძალიან გაიქცა ზურას
ბიჭები ფეხებს. მე რა ის ხო სამოყვარულო გასაკი არ გამწოს. კი, ანუ ასაკი ლიმინტოა. 15 წლიდან იწყება, პლუს 15-ია. ნახ ისეთები ხდება. ერთხელ 79 ნომერი გამახსოვდა და ასაკი ეწერა თუ ნომერი ვერ გავიგე. ეგ მახსოვს, ეგ გადაღობა სხვათა შორის. ძველი შუტკები გაიხსენეს ხალხმა. კი, მშვენიერი. ოი. ბოლომდე იბრძოლა. საღოლ თოკო ჩემი ძმა ხარ. ჩემიც. აი ეგრე, კაია. თოკო. ჩვენო ოქრო. ვაიმე. დიმა მისდევს აქ. დიმა ჩატეხეს ერთხელ, მაგრამ ეს დიმა საფირმო არის, პატკაც გიკეთებს და მაინც წინ გხვდება. აც ნუგო გაეპეჭა ცოტა არ იყოს სუდად. მაგრამ ინტენსიურად უნდა ავიდეთ. ვაიმე, თითი დავადე წინ. დაუბლარე. კახა! რას მუშაობს საღოლ კახუჩი? იპოვეთ სადმე რა არის და გადააგდეთ. გაშალეს და ზურა გადმოვიდა აქეთ. სიმართლე გითხრათ, წვრთნელებს ბოლომდე ვერ უსმინე და ზუსტად არ ვიცი რა ტაქტიკით ვარ თამაშობთ. მე მგონი ორი თავდამსხმელი და 1-10-იანი ყავს, თოკო ზურა და ანუ ჩარლი 10-იანზე, უკან ორი საყრდენი. ვაიმე და აქ ძალიან კარგად. ჩვენია ჯარიმა ცალსახად. ძალიან კარგად ითამაშა კოლიკომ, wingback კოლიკომ. მიკით forward. There is space. Call for Nugo. აი აქ ხედავთ რომ ჩემი და შემოვიდა ერთი წამი თამაში აღარავის არ აინტერესებს. ჩემი და სოფიო მოვიდა. მადლობა რომ შემოგვიერთდით. შეგიძლია დროშები აიღოთ და დაასაპორტოთ ფასკუნჯი. დაუბრუნდეთ თამაშს. ნოლით ნოლია ჯერჯერობით. მარიამ ნინის ხო იცნობ? ნინეს? ჩვენი მეზობელი რო იყო. ვაიმე კირა. აქ ის შედგა. დაუბრუნდეთ თამაშს. იმედია ბიჭები ამ მოსაწყენ თამაშს გადააქცევენ მალე ცეცხლოვან თამაშად რომ მე აღარ მომიწიოს. ვიღაცების ნათესავების გადაღება. გრძელი გადაცემა. აი დროშები დავიღე. რაც რესკად ვაახლოვებ და ეს არ მომწონს. ნოლით ნოლია. და გელაშაც დაიმტრა, კავშირი ყველა ტრამვირებული ვართ. ნახევარი გუნდი. პოლოსკოვის აქ, ბრავო, მოვიგერიეთ და ბურთი ჩვენი კარისკენ წავიდა. ეს კლასიკური შემთხვევაა. ანუ ამ მომენტით ვაჩვენეთ რომ მოედანზე ნამდვილად ძველი ფასკუნჯია და ბიჭებს არაფერი არ დავიწყებიათ. კახამ გადაშალა. ნუგო ადი წინ, მან ხო ისე დიმაცა. დაუბრუნდა, გაიხსენი ნუგო სხვა სივრცეში ხა, კაი ხარ, გენაცვალე. ეგრე. ბრავო, აი ეგრე ცვალეთ და იმენა რაღაც გამოვა. ჩარლის როგორც ხედავთ, კარნახობს იმენა დირიჟორად გადაიქცა. საიდო ჩეინჯუ. მიკით, კოლ. დაუძახე, დაუყვირე. ბრავო! ნუგო აქტიურად გადააზღვიეთო. დიმარი აქ. მოძრაობა. დიმა, მიკიტას უთხარი რომ გაიქცეს ხოლმე წინ სივრცე აქ ხოლმე. გაბლიაშვილი დატრიალდა, ვნახოთ. წინ ხალხი არ ყოფნის, თუმცა მაგარ ფორმაშია და ისევ თოკო. ბრავო! რა ჯარიმა გამოადნო. თორნიკე დავითაშვილი. კი, კატა. კარგად გადავიღოთ ჯარიმა, მოდი სერიოზულად.
ანუ მე მგონი გავილანძღები ძალიან ცუდად ვიღებ რა, იმიტომ რომ თან თამაშს უყურებ და ეს კამერა რომ მიჭირებს. არა, აქედან მე გადავიღე. ზურა დაარტყავს და ზურა გოლი გვინდა! ჩვენ რა ვიცით, გელაშა არაა და შენ დამჩი. მინდა ზურა! მარი ზურა გაამხნევე, ჯარიმას ურტყავს. ვაიმე! აუ ზურა ტელეფონში გოლი გამოჩნდა. ტელეფონში 1-0-ია. კაია, ცოცხლად ბიჭები უკან ხვდებიან. ავაფიქსიროთ ერთი წამი, სანამ არაფერი ახდება. ჩვენი სამწვრთნელო შტაბი, რომელიც კარნახობს, ძალიან მოუხდა ჩემი აზრით და ასისტენტი, რომელიც აგერ მიყუდებულა. აშკარად ასისტენტური გამოხედვა აქვს ნამდვილად. გოცოს. გაათამაშეს ბიჭებმა ბურთი. კახა ბურთთან ნახოთ რას მოიმოქმედებს. მცირე ძალებით ვარ ცოტა შორის წინ, მაგრამ მიკიტას ძალიან გაშლი აქვს. Mikit, I think you should start asking for ball louder. Doktornike ვაიმე. თავის სტილში აპირებდა და ჩარლის მაგია ჩაწოდება უნდა იყოს. არის ჩაწოდება. და მე კარი. Браво, Mikit, браво. Хорош. Браво. ხო, რა. რა პრობლემაა? ჩაცხრა შტორმი, ცოტა ხანი ბიჭები ახლა სტამინას აღიდგენენ და მოამზადებენ მომავალ ტალღას, ვნახოთ. რა მოხდება? ვაცდით ბურთის გათამაშებას, იმედით რომ ისევ ჩაუჭრით და რაღაც შეცდომა ექნება, მე თვითონაც არ გადმოდის დიდი ძალებით შეტევაზე. აგორავებენ ბურთს და ჩვენი ფეხბურთელებიც ისვენებენ. ამზადებენ გრძელი პასი. როგორც ხედავთ, ისინი უბრალოდ გრძელი პასების იმედად თამაშობენ, რომ მათი თავდამსხმელი ჩვენ მცველებს აჯობებს, მაგრამ ჭილყოვებით დაისივნენ ბიჭები და აქ. Браво, სუბთა პატკატი იყო. ოფსაიდიც დაფიქსირდა, როგორც ხედავთ. აქ რაღაც პენალტზე აპელირებდა მოწინააღმდეგე გუნდი და ნუ სასაცილო იყო. პოლოსკოვის პატკატიც ვიხიდეთ. ნუგო ბურთით. ნუგოს სტენკა მშვენიერია. და ვაიმე. აქ უნდა იყოს დიმა. ძალიან კარგი მიღება, დიმ. Браво. გრძელი პასი. ისევ ზურა. გოლი მწიფდება? არა. ზურა პასს არ აკეთებს ამ ანუ ზამენები მოუვიდეთ ბიჭებს. ბიჭებს ორი ზამენა მოუვიდათ, ანუ ჯობია გავფრთხილდეთ, რომ შეიძლება მეორე ტაიმში გაძლიერდნენ. ძალიან ვაწუხებთ აქ. ორი თავდასხმელით რო არიან. ჩვენი ბიჭები, ნუ პრესინგი მაინც გიჭირს, მარტივად უნდა ითამაშოს. Браво! Браво, Mikit! Good job! შვენიერი, მეორე ბურთი. არა. კახა არა უშავს, კახ. ურისკო იყო.
ეს უგრძელ პასებს აკეთებს და იქითა ფლანგზე შეგვაჩვიეს. მე კარე გამოდის დამაჯერებლად. ფასკუნჯი თბილისი 2019. კი. ეხა არის წინა წრის პირველი წრის ბოლო თამაში. არის მერეც გაიყოფა ცხრილი ზედა 6 და ზედა 7 და ქვედა 7-ულად. და მერე ზედა 7-ში ზედა 7-ის გუნდები ითამაშებენ ერთმანეთში, ანუ 6 თამაში იქნება და მაგ 6 თამაში გამარჯვებულით გამოვლინდება ლიგის გამარჯვებული. ოპა. სულ ჩვენ ვართ, არ უნდა იჩქაროს. ახამ ძალიან კარგად გააყოლა. ოპა, ჩვენი აუტი. აშკარად ტელეფონში არის ჩვენი ფანობა. ბიჭებს მოუწოდებ რომ გამოვაცოცხლონ თამაში, იმიტომ რომ მოიწყინეს აქ გულშემატკივრებმა და რაღაც ცეცხლი სჭირდებათ. ნახოთ რამდენად დაანთებენ. იმედია პირდაპირ არ გადაწვავენ სტადიონს. კარგი ჩაწოდება და აქ უნდა იყოს. აიმე! ნუგო, ნეგატივს ნუ გაავრცელებ, ნუგო. დაულაგდით. დიმახაზი დაალაგეთ ემოს ადგას. პასი დაუკეტეთ. ზურას ძალიან ბევრს არ ბენინებენ ეს არ მომწონს. ნუგომ უნდა მოიგოს აქ ბრძოლა. კაი ხარ ნუგო, კაია. Make it call louder. They can see you. გააძვირინა ნუგომ ეს პასი. ოპა. სად არის კაპიტანი ნუგო? დადას მოიმოქმედებს. რა მოხდა? არაუშავს, კაი შეცვლა იყო. რატო უდარტყუნება, რა დაუშავა. პირველი ჩვენი უნდა იყოს ნუგო. აიმე. ბრავო მიკით. ნუგო ცოტა კოორდინაციის პრობლემა შეექმნა და ეს ზურა ნახოთ გააჩმახებს თუ არა. პასტრალი! მე ერთი თავდამსხმელი დაგვაკლდა, ნეტავინ. რა 24. ჩემ ინფორმაცია ვინმე ეს? უკვე გადავიღე. ახლა მოიგო აქ ორთაბრძოლა. ხო, აბა. ეხლა განახდა რა ის. აქ ძალიან გაგვითამაშეს და კოლიკო კარგად დადგა. ნუგო იარე! ბიჭო იქვე უნდა შეწუხება რა. თორნიკე კი დააჯდა იქ იმათ მცველ სიკვდილის ბუზივით, მაგრამ ნამდვილად ანუ ფრთხილად ითამაშა იმათიანმაც და არ მისცა შანსი. დავიმიკით რან. ბრავო, გადავაზღვიეთ. მიკიტა მაწონზე გაუშვეს, მაგრამ არა უშავს. დაბრუნდა. გაგრძელდა თამაში. ვაიმე მიკით!
ორჯერ გაუშვეს ტიპი მაწონზე და მე რო დაბრუნდა პური ამოატანინეს. ეგრე არ შეიძლება. საერთოდ არ უნდა იყოს ახლა კუთხური ჩვენი კაცის მიმართულებით, მაგრამ არა უშვეს. ყურადღებით იქნებიან იმედია ჩვენი ბიჭები. ანუ ბოლო ძელზე ჩაგვიკიდეს, როგორც მე ვხვდი, მაღალი ბურთი წავა. რაც სვლილებებიც გააკეთეს, მე მგონი, ახალი ფეხბურთელი შემოვიდა. გამოვიტან. არ ჩაწოდებინო, ნუ გო! არა, ბურთი მოვიგერიეთ და ბურთი ჩვენი კარისკენ წავიდა. საფირმო ფასკუნჯის ილეთი ისევ არ ვიცი რა ეს წყევა არის თუ რა არის. ამოცხე ამ ბურთს და გაუშვი წინ. ჩაწოდება მაღალი. გუდაძე გამოსვლაზე მეკარეზე შეიძლება ჯარიმაც დანიშნული იყო, იმიტომ რომ აშკარად მეკარეს მოხდა. რა სიტყვით, აბა, რამეს ხო არ დაამატებდით? ამა მეძინა გოლი გაიტანა. გოლი გაიტანეთ დროზე თქვი, აი? გოლი გაიტანეთ, ბიჭო, არ მაინტერესებს გოლი გაიტანეთ თქვი. ეშინიათ ზურასი მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს, სველებს არ დაგჭით უკანოდა რაღაცა. თემო ძალიან შორტ დგას. ამოვიტყვეთ ახლა. ამოვიტყვეთ იმათი ფეხბურთელები. ბრავო. მიკით კოლ. პატკაძე დაასწროს და ცენტრში გარღვევა. პოლოსკომა ჩაჭრა ყველაფერი. ბრავო, აი ჩარლი, ბრავო. Save. კარგად გაიშალა შეტევა. არა ბიჭო, არა. ნუ გოიყო ჩასაფრებული. ანუ, გავამხრეოთ. არა უშავს ნუგო, არა უშავს. ნუგო უფრო თამამად იმას აღარ დაელოდო, მიდი ძმაო. შენი წესებით ითამაშე, ბრო. რა თქმა უნდა ეს ბურთი ხა ჩვენ უნდა იყოს. ახაც დახმარება ჭირდება. გიგა რატომ? გიგა არ თამაშობს აშკარად. ეხლა მივხვდი, ანუ რა ხდება? გუშინ კიტეიშვილი არ ყავდა საქართველოს ნაკრებს და დღეს გიგა არ აქვს. რაღაც ძალიან კარგი იყო ჩარლი. ახლა გიგა რო დაამატო. გაეკიდეთ ბიჭო! მიშა მოვიდა, სივრცე დატოვა. მიკიტა კიდე მაწონზეა? დიმა არ გინდა, არა იღო ჯარიმა. მიკიტა რატო? ბრავო გუდაძე! ბრავო! აი ამ შემთხვევაში კიდე კაი შოთა არ გვიდგა კარში თორე ოპა ვიზე აეჭრა უბრალოდ აეჭრა. აქ შეეშალა, მიიღო, ანუ აქ უნდა წამოიღო და თორნიკე აქ კიდევ მეორეჯერაც ციკლის ბუზი დააჯდა, მაგრამ მეორეჯერაც ბურთი მოიშორა.
დიდი სივრცე აქვს ბიჭებს პრესინგისთვის, ანუ ორი კაცი რა თქმა უნდა არ ყოფნის მთლიან მოედანს. 10-იანი უნდა ავიდეს აქ მესამე კაცთან პრესინგზე და ძალიან კაი იყო დიმარონ უგო. არ სულთა დაჯახებაში ჩათვალე. ვაიმე. ხო სისწაფეში ძალიან დაჩაგრეს ეხლა დიმა. ეგ დროულად უნდა გადააზღვიოს ჩვენივე ბიჭებმა. რაც შემოგვეჩვივნენ. მიმინო სად არის? აუ ეხა შევალ სტადიონზე რა არ ვიცი რაც ვარჯიშებსაც აცდენისო და ცუდი ბიჭი არის მიმინო. ეგრე მომივიდა ჩიტმა ამბავი. ეგრე მომიტანა ჩიტმა ამბავი. ბიჭო ეგ მიკიტასია თო? ანუ მიკიტას ბურთია ეგ. ჩარლი გააყოლა არა. ჩარლს ოპა მოსდევს იქიდან კოლი. ნუგო შენ უნდა გადააზღვიო ნუგო. საღო. თემომ კარგი, ანუ თემომ წვლილი შეიტანა აქ, რომ წესიერად ვერ დაარტყა იმათმა ფეხბურთელმა. ზურა. ბიჭო აქ მაღალი რომ მოდის, მიკიტას დაუტოვე და შენ გაიქეცი ხოლმე. მიკიტ. This tall boss Misha makes it's yours. Don't let Zura take it. რა? It's okay to make a mistake. არა, რანაირად თორნიკე არა, ეგ არის ზამდა. დაუდექი თოკო. რაც დაგწიეს, უკან დაგწიეს. არ მომწონს ეს ყველაფერი. თუმცა წყნარი თამაშია რაც უკონფლიქტო. მიკიტას ისევ შემოუარეს და დიმამ რა შემოგთავაზა. არა ბიჭო, აუ. გაგვარღვიეს ეკეთა ფლანგიდან რა. მიკიტამ ცოტა მეტი ძალა და ის უნდა ჩაურთოს. აგრესია. გააყოლე ზურას. ახ. ბეკას ბრალია რა. ნუგო კარგად დაფარე. ბრავო ზურ. აუ მაგარი ჩამოღება იყო. დაგვიბრუნეს. ახა ჩვენი გულის რანაირი ოფსაიდი იყო რა. აგრესია დაიწყო უკვე. და ერთი კაცი უკან ჩაგვრჩა და აბა ვინ მივა? არ გააკეთებინოთ ბიჭო. აგორავებენ ბურთს უკან. მაღალი პასი. კარგი იყო, შეხმატკბილებულად იმოქმედეს მეკარემ და ბრავო მიშ, ბრავო! გუდაძემ ზუსტი პასი გაუკეთა? ბრავო! მიკიტას რაღაც აკლია, მაგრამ კახა მარტოა ვაფშე. იმათ არიციან კახა რომელია, გოგო.
Bravo! Gabliშვილი შევიდა! გააყოლეს. არა. კორპუსი იყო ძმა. თორნი ეგ ჭკვიანი ბიჭია წეს არ დაარღვევდა ეხა ხო ვიცი რას მასწავლეთ რა. გოლი გვინ, მაგრამ გოლზე გააკეთე აპელირებ. გოლი მინდა, 2 გოლი მინდა. უთხარი გოლი მოითხოვე. კაი ბიჭის დას გოლი უნდაო აი ესე თქვი. კი, გოლი, 2 გოლი მინდა, აი ესე. პრემია დიდია, 2 გოლი მინდა, პრემია დიდია. კი. აი ესე თქვი, 2 გოლი მინდა, პრემია დიდია. უხარა ქვიყო. აი საპრესინგე თამაშია, იმენა ბევრი შეცდომებით და რაღაცა იმენა. Open your hand. თავი აწიე დიმა. აბსურდით, ო. გადავიღოთ. არ იყავი ვაფშე ძმაო, ნაბიჯით უკან იყავი. მიდი ზურ. Bravo Mikit! Bravo, давай. Charlie, go forward. Mesh. არა მე იმათ უყვერი ვარ. იმათ ველაპარაკები თან აქვარ. ან თანა ესე უყურებ თამაშთან. შენ თუ გაგიტყდა ეხა შენ გამო გავჩუმდები. აი, გაგრძელდა თამაში. ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, ფლანგის მცველები, დაწყებული ცენტრალური მცველები, დამთავრებული, თვითონ ჯორჯიც არ თამაშობს. ის განაპირობა აქვს მაგალითად მარცხენა ფლანგზე მიკიტას დაბრყენება, რომელიც შეთამაშებული არ არის ესე რომ ვთქვათ რა, ბევრი მომენტი აქვს, თუმცა დაძახება უტყდება, რომ აი დაიძახოს შესვლის გამო და ასე შემდგომ. დიმა მაგ მოიგო და ნუგომ Bravo, გუდაძე კარნახობს. Bravo! არ ჩაგდებინოთ. აქ რაღაც თითქოს ცუდად არის, მეკარი ყოველთვის ახლა. მეკარს ძალიან ხშირად უბრუნებენ ბურთს. მაგრამ ეს ამოტანები სულ ჩვენი უნდა იყოს და დიმა იქნება აქ. ნუ გოგთხოვ ჩა ინტენსივობა ან ქონა ეხა დრო რამდენიმე წამი რომ არ არიაროს მაგან წინ აია ბოლომდე ნუგო გადააზღვიე შენი ზონაა აქ იმიტომ რომ გამხრენება და ეს დაძახება ჭირდება აუცილებლად. რომ ექსტრა იმპულსი ექნა. თუ არ დაუყვერ შეიძლება ფიქრობ ჩემ მაგივრად სხვა იზავსო რა და უნდა იგრძნოს რომ იმენა მაგის responsibility-ია. ჩარლი ორა კარგია ჩარლი. ჩარლი. ბრავო. აი ნამდვილი ნახევარი უცხო. საქართველოს ნაკრებს რო ყოლოდა ეხა ერთი ესეთი. განახლდა თამაში აუტის ხაზიდან, ისე რომ მოწინააღმდეგე გუნდის მცველები ათამაშებენ ერთმანეთში ბურთს. ითხოვს აქ განაპირა მცველი პას, თუმცა გრძელი გადაცემით ამჯობინა მარცხენა ფლანგზე შეტევის გადაშლა. ჩვენი
არ ვიცი და ბურთი გაიქცა ნაჩუქარი ბურთია ზურა მარტოა დიმ ზურა ძალიან მაგარი პასი გაუკეთა აეჭრა გოგოები შოქშია ეს რა იყო? ზურა არ გეპატია. უფრო ეს ზურას აიმე რაც აშკარ დაღლა ეკონ დაღლილი იყო ზურა და ძალა აღარ ეტყო ყო საფინალო დარტყმის შესასრულებლად და ჩარლი თუ აჯობებს ხელში ვერ იღებს და ნუ აი ხა მაინც ითამაშე მიეწევი იარე ჩააყენე კორპუსი ზურამ რა მაგრა მიიღო ვაიმე ცუდად წამოიღეს ვის გვაქვს ენერგია უნდა გადავაზღვიოთ ახამ გამოასწორა თავი შეცდომა არ მოინც მე 13 მივიდა ორჯერ მოატყოს მე 13 მივიდა ნიკიტა შენი ბრავო კახამ მეოთხედაც გადააზღვია ახა ყველა ვიდუში ხარ 4-4-ზე სამაგალითო მოთამაშე კახას გამო ანუ თავის შეცდომა იყო და მე რა გააკეთა იმენა სამჯერ მოატყოს მეოთხედ მაინც გადააზღვია რატო არავინ არ იყვანს კაია ნუგო ფლანგი შეცვალე აბარა საღოზუ კარგია ყაჩაღ ნუგზარი ბრავო ზურა არა ნუგზარის საგოლე პასი იყო ნუგოს საგოლე პასი იყო და გუდაძის პრეასისტი რომელმაც დაუძახა წადი დაგაზეო კარგი ჩვენ მეჩეს გონი აქ იყო ოფსაიდი ან წინაზე არ იყო ხო წინაზე არ იყო და აქ იყო საჯმა გაიასრა ხო და დაგვი კომპენსირა ნახოთ ბიჭებზე როგორ აისახება ეს მუხტი მარი 2 გოლი გვინდა პრემია დიდია 1 გოლი დაგვრჩა ჩვენში დარჩეს ეს თამაშგარი 3 ჩუს სადღეგრძელო დავლიოთ ზურა უფრო ენერგიულად გამოიყურება ახლა ნახოთ დიმა როგორ ითამაშებს მგონი გადააგდებს უბრალოდ ბურთს გადავა პირველი ტაიმი მორჩა კარგია მეორე ტაიმში დაგიბრუნდებით მეგობრებო